თავისუფლება რეალურად არის განპირობებული დამოუკიდებლობით. ანუ უფრო ზუსტად და შებრუნებით რო ვთქვათ, დამოუკიდებლობა განაპირობებს თავისუფლებას, იმიტომ რომ საკუთარ თავში მოიცავს განვითარების გაცილებით მეტ შანსს. დამოუკიდებლობა ნიშნავს სწორედაც ტრადიციების შენარჩუნებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ახლის მიღების ძალიან სერიოზულ და განუზომელ პოტენციალს. ამიტომაც ის წლები, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი იყო, გახდათ უნიკალური შანსი ჩვენთვის, რომ დაუბრუნებულიყავით იქ, საიდანაც ხელოვნურად მოგვწყვიტეს, ანუ ევროპულ ოჯახში. ევროპული ოჯახი სწორედაც დამოუკიდებლობას გულისხმობს, ოღონდ ერთმანეთის გათვალისწინებით. და ამ გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვადგავართ, გულისხმობ პოსტსაბჭოთა პერიოდს, დამოუკიდებლობა ისევ არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ მეტი განათლებით, მეტი დაკვირვებით საკუთარ თავზე და ერთმანეთზე მოვიპოვოთ ის თავისუფლება, რომელსაც ჩვენი ღირსეული წინაპრები მიელტვოდნენ. ამიტომ მე ვისურვებ, რომ ჩვენ ყველამ კარგად გავიაზროთ დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და კარგადაც გამოვიყენოთ ის.